მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არიცით, მე ვარ ტაროლოგი, ეზოთერიკოსი, ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. ჩემი წიგნი იყიდება ბიბლოსის ყველა ფილიალში, ასევე ლატერნას მაღაზიაში და რუსთაველის 16-ში. შეგიძლიათ მიბრძანეთ და სურვილისამებრ შეიძინოთ. მაშასადამე დღეს გვექნება რა თქმა უნდა ყოველთვიური ტრადიციული პროგნოზი, ამ შემთხვევაში უკვე მაისისთვის პროგნოზი, ნახოთ მაისისთან დაკავშირებით როგორი პროგნოზი იქნება თქვენთვის. იმისთვის რომ მოხდეს ენერგობალანსირება, საჭირო არის კომენტარი, მოწონება, გაზიარება, მათ ვისაც არ აქვს ჩემი არხი გამოწერილი, რომ გამოიწეროთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირად Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. დავიწყოთ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადთვის ფონი როგორი იქნება? მეორე ვარიანტი. რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. ზოგადად რა სიახლეები იქნება ფინანსური კუთხით და რა თქმა უნდა პირადის კუთხით. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად დაგიძახებთ, რომელიც მეტად მიგიზიდავთ. მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. ზოგადი სიახლეების კუთხით, რა კარგად დაემთხვა ხო, დღეს არის 1 მაისი და არის ბელთაინის დღესასწაული, შესაბამისად პირველ ვარიანტსაც ეს ზეიმის მდგომარეობა თელი თვის განმავლობაში გაყვება. ანუ ზოგადად აქ რასაც მიჩვენებს თვის მდგომარეობა როგორი იქნება ხო სიტუაციური თვალსაზრისით, თელი თვის განმავლობაში გექნებათ სასიხალო მომენტები, აქტიურობის ენერგიები, ცეცხლოვანი ენერგიები, ხო? თქვენთვის ეს პერიოდი არის პირდაპირ მნიშვნელობით მაისის თვე, გამოღვიძება, გამოცოცხლების პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით გადადიხართ ახალ ეტაპზე, ახალ სიტუაციურ ცვლილებებზე. გამოიღვიძებს თქვენი როგორც ასეთი ენერგეტიკული მდგომარეობა უფრო მეტად, ასევე ცხოვრებისეული სტილიც, ხო? თელი თვის განმავლობაში გექნებათ აქტიურობა, ნაყოფიერი პერიოდები გელოდება წინ, თავარი არის, რაც შეიძლება მეტად იყოთ, ასე ვთქვათ, აქტიურ პოზიციაში და არ იყოთ მოდუნებულ პოზიციაში. სიტუაციები შესაძლებელი არის მოგეცეთ აქტიური კუთხით, მაგრამ თქვენ უბრალოდ დაგეზაროთ და არ გააკეთოთ. ეს უკვე რა თქმა უნდა თქვენი არ შეწყობის, ხელის არ შეწყობის პერიოდის მაჩვენებელი იქნება, ხო? აქედან გამომდინარე, მაქსიმალური აქტიურობა, მაქსიმალური ჩართულობა და თელი თვის განმავლობაში გექნებათ, რომ ხოლმე ასე ვთქვათ, ზეიმის მდგომარეობა, ხო? ხიარული აქტიური პერიოდები გელოდება წინ. მოდით ნახოთ ფინანსური კუთხით რა მდგომარეობა გექნებათ. ისეთ როგორი მომენტი არის ფინანსური კუთხით, აქ რასაც მიჩვენებს მომენტებში შეიძლება საკუთარ თავს თვითონვე კეტავდეთ. ახლა აქ რა მოიაზრება? ვერ გადანაწილება სწორად ფინანსებისა, ვისთან მიმართებაში განახორციელოს სწორად და ვისთან მიმართებაში არა. შესაძლებელი არის ხშირად აასესხებდეთ ვინმეს ფულს, ეგრეთ წოდებული ვალის პოზიციის კუთხით, ხო? ან პირობითად ვინმეს ახარჯებდეთ ისეთს, ვინც არ იმსახურებს ამას, ვისგანაც ელემენტარული მადლიერება არ არის. აი აქ რასაც მიჩვენებს მატერიალური კუთხით, ფინანსური კუთხით, პირველი ვარიანტის წარმომადგენლები თითქოს რაღაცა ჩაკეტილი პოზიციის მდგომარეობაში ხართ. რა არის კონკრეტული მიზეზი, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა? ხო, საჭირო არის, რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით მეტი გააზრება მოხდეს თქვენ სიტუაციებში, სწორი გადანაწილება და უფრო მეტად ორიენტირება იმაზე, რომ ჯერ ყოველი სიტუაციისთვის, რაც კი გეძლევა, პირველ რიგში საკუთარი თავი დააყენო და საკუთარ თავზე ორიენტირდეს. სხვებისთვის არ უნდა იცხოვრო, როგორც კი შენ გადალახავ აი ამ ბარიერის სიტუაციას, რომ ჯერ მე ვარ და მე კარში მომყოფები და მაქსიმალურად საკუთარ თავზე იქნები ორიენტირებული და საკუთარ თავს დაახარჯებ, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი სიტუაციები შეგეცვლება. აი, აქ რასაც მიჩვენებს ფინანსურ თემაში, ხო, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებზე, მაისის თვე თქვენთვის უნდა იყოს ათვისების პერიოდი, გააზრება და გაზრდის პერიოდი. თუ ისწავლი ფინანსების სწორ გადანაწილებას, შესაბამისად იქნება კარგი მდგომარეობა, გზების გახსნის სიტუაცია თუ არა და ჩათვალე, რომ ეს ყველაფერი უკვე შენივე პრობლემაა და შენივე ხარ ამ სიტუაციაში დამნაშავე, მოდი ბჭყალებში რო ვთქვათ, ხო? მოდით ვნახოთ ზოგადად პირადში რა სიტუაციები გელოდებათ. პირადის კუთხით აქ რასაც მიჩვენებს, პირდაპირ მნიშვნელობით გჭირდება ცოტა უფრო მეტად მოდუნდე და ცოტა უფრო მეტად ორიენტირდე რეალურად
რა განიჭებს სიამოვნებას და რა გინდა. ისეთ შთაბეჭდილებამ შეფერ რომ დაძაბული ხარ და სულ რაღაც ჩასაფრეულ პოზიციაში, რაღაცის მოლოდინში ხარ ნეგატიური ასპექტის კუთხით. უფრო მეტად ეცადე რომ არ ქონდეს ეჭვიანობის მომენტები, განთავისუფლდე რაღაც შებოჭილი სიტუაციებისგან, მიიღე რეალობა ისეთი როგორიც გაქვს. შენ რეალურად ამ მომენტისთვის ზედმეტად დაძაბული ხარ, როგორც კი აი ამ დაძაბულობას მოიხსნი და სტრესულ გარემოებას აღარ შეიქმნი საკუთარი თავისთვის. შემდეგ უკვე სიტუაციურად რა მდგომარეობა გექნება ხო, მე უკვე თემები ნენელა დაიძრება და აი ამ რაღაცას წარკვეთილების პოზიციიდან აღარ იქნები რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე სიტუაცია, ხო? პირადში სტაბილურობა იქნება, ჰარმონიულობა იქნება, უბრალოდ ეს მდგომარეობა, რომელიც გეძლება, არის ერთგვარი გამოცდა, გაიზარდე თუ არ გაიზარდე, ხო? აი ესეთი იყო არსებული ვარიანტის არსებული ინფორმაციები, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან, პირადისთვის დამიკავშირდით პირადში. გადავდივარ მეორე ვარიანტზე. აქ რასაც მიჩვენებს მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, მაისის თვე ზოგადი ფონის კუთხით საკმაოდ ისეთი არის თქვენთვის ფარფატა ენერგიების მატარებელი, ხო რაღაცა მეოცნების სიტუაციები, რაღაცა მოდუნებული პოზიცია, თითქოს რაღაცა გინდა რომ შეცვალო რეალობა, მაგრამ თან თითქოს ფეხს ითრევ. ძირითადად მაისის თვეში აქ უფრო მეტად მიჩვენებს, რომ ხარ რაღაცა მეოცნების პოზიციაში. დინჯი, ერთ ადგილზე გაჩერებული თვალსაზრისით, რომ ფიქრობ და რეალიზირებაში არ მოყავს. შეცვალე შენი რეალობა აქ პირდაპირ ინფორმაცია მოდის და უფრო მეტად ეცადე რომ რეალობაში მოიყვანო, ხო? რაღაცა გინდა გააკეთე, ნუ კი ოცნებობ და ნუ კი ფიქრობ ამას ესე ვიზავ. არა, უფრო მეტი აქტიურობა ჩართე. შენ რეალურად გჭირდება უკვე მეოცნების პოზიციიდან გამოხვიდე და გადახვიდე მოქმედების პოზიციაში. შესაბამისად, შემდეგ უკვე სიტუაციები მოვა ის, რაც საჭირო არის. დროა უკვე გამოფხიზლდე. პატარა აღარ ხარ, პირდაპირ ინფორმაცია მოდის. ნუ უყურებ ყველაფერს მეოცნების სახით, პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაცია. ეს უნდა შეცვალო, ეს უნდა გაარღვიო წრის მდგომარეობა. ასევე რაღაცა სიტუაციები შესაძლებელი არის მოხდეს ინფორმაციის სახით მოსვლა, რამაც იძულებული გაგხადოთ, რომ რეალობა შეგიცვალოთ. გადავიდეთ ზოგადად ფინანსურ მხარეზე. ფინანსური კუთხით შემოსავლები იქნება ამ თვეში. სამიანის მდგომარეობა ცუდი არ არის, ისურვებდით უფრო მეც, მაგრამ სუარარაობას კი სჯობია, ხო? ერთადერთი მომენტი, რაც არის გასააზრებელია, ცადეთ რომ რაიმე სიახლე შემოიტანო ფინანსურ თემებში. ახლა რას გულისხმობ? თუ გაქვს რაიმე იდეა, გინდა საკუთარი წამოწყება და არ გაქვს საკუთარი ფინანსური რესურსი, ეცადე რომ ფინანსური კუთხით უფრო მეტად, ასე ვთქვათ, იდეა განახორციელო, ხო, გინდა საკუთარი წამოწყება გააკეთე. გაქვს რაღაცა იდეა ფინანსურად შეიძლება დამატებით ფინანსური რესურსი მოგიტანოს, გააკეთე. მარტო ერთ რაღაცაზე იქნები ორიენტირებული, მარტო სამსახურის სიტუაციაზე. გაარღვიე ეს რაღაცა, ეს გვარი ჩარჩოები, რომ მარტო სამსახურში უნდა ქონოს ფინანსები. საკუთარზე იფიქრე, რა შეიძლება რომ გააკეთო. შემოსავლები არსებულ თვეში გააქვს საკმაოდ. კარგი, ცუდი არ იქნება, უბრალოდ მეტი მადლიერება გჭირდება სამყაროს მიმართ. ზოგადად როგორი იქნება შენი ასე ვთქვათ პირადის თემები. პირადის კუთხით გარკვეული კატეგორიისთვის შეიძლება გადათამაშდება, რომ ისინი ვინც რაღაც მუდმივ დაძაბულ სიტუაციებში იმყოფებით, კონფლიქტურ თემებში შეიძლება მცირეხნიანი პაუზაც კი იყოს ურთიერთობაში აღებული და დაპაუზებული სიტუაცია იყოს. გარკვეული კატეგორია, ვინც არ ხართ ურთიერთობების თემაში და პირობითად არავინ არ გყავთ, დიდი ალბათობა ისე რომ ამ არსებულ სიტუაციაში დარჩეთ, უბრალოდ გაიაზრეთ ის, რომ რაღაცა მომენტებში საჭირო არის, რომ ისინი ვინც ურთიერთობებში იმყოფებით, თუნდაც რომ პაუზა აიღოთ იმისთვის, რომ გაიაზროთ რა გჭირდებათ და რა მიმართულებით მიდიხართ. მარტოობა ყოველთვის არნიშნავს საშინელ მდგომარეობას. ზოგჯერ საჭირო არის მარტო დარჩე იმისთვის, რომ მეტი გააზრება მოახდინო საკუთარი თავის და საკუთარი სიტუაციების. მიიღე რეალობა ისეთი, როგორიც არის, თუნდაც მწარე იყოს პირდაპირ ინფორმაცია მოდის. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული ინფორმაცია, მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყეთ, გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის თველი თვის განმავლობაში ძირითადად გექნებათ მენტალურად საფიქრი სიტუაციები და მენტალურად სამუშაო მდგომარეობა. გადაწყვეტილებების მიღება, რა როგორ გააკეთო, რა არის სწორი, რა არ არის სწორი, ხო, უფრო მეტად უნდა ორიენტირდე რეალურად იმაზე, რაც გჭირდება. მაქსიმალურად ეცადე არსებული თვე გამოიყენო სწორად გადანაწილება შენი რესურსისა და პოტენციალისა. აქამდე თუ რაღაცა მომენტებში დროს ფუჭად კარგავდი, ეს თვე ამისთვის არ არის. უფრო მეტი კონცენტრირება გჭირდება მენტალური კუთხით, რაღაცა მომენტში ვინც
დაინტერესებული ხართ ზოგადად სულიერების საკითხებით და ასე შემდეგ, შეგიძლია უფრო სისტემატიური მედიტაციის სახესაც მიცი ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ღამის საათებში კარგად იმუშავების შემთხვევაში. უბრალოდ რეალურად ამ ვარიანტის წარმომადგენლებს, რასაც მიჩვენებს, საჭირო არის, რომ მეტად იყვნენ ორიენტირებული იმ საქმიანობას და სიტუაციებზე, რისი გამოსვლაც უნდათ, რომ განახორციელონ. ისე რომ მე აი დღეს გავტოკლები და ხვალ დაველოდები შედეგს, არა, შენ შემთხვევაში უნდა იმუშაოს, უნდა აქტიურო სასურველი შედეგი დადო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალიერეს უბრალოდ არის ფუჭი სიტუაცია. მუდმივი აქტიურობას მოითხოვს თელთვის განმავლობაში შენგან. ზოგადად სამყარო შენგან. მოდით ვნახოთ ზოგადად ფინანსურად რა კარგი სიტუაციები ამოდის. ფინანსურად საკმაოდ კარგი ნაყოფიერი სიტუაციები მოგდით. გარკვეულ კატეგორიას თუ თქვენი ვალი აქვთ, ვალის დაბრუნების შანსები არის გარკვეული კუთხით. გარკვეული კატეგორიებზე გადათამაშდება, რომ რაღაცა ფინანსური დანამატები გექნებათ, მათ ვისაც რაღაცის გაყიდვა უნდა, ან შეძენა უნდა, ამ კუთხითაც მიჩვენეს, რომ მატერიალური ხარჯები და მიღება პირობითად სიტუაციებისა იქნება. ერთადერთი მომენტი, რაც არის, უფრო მეტად ეცადე, რომ ორიენტირებული იყო სწორ გადანაწილებაზე. რაში გჭირდება ეს? გინდა რაღაცის ყიდვა. გაიაზრე, რა არის ამისი მიზეზი? ეს უბრალოდ არის შენი აკვიატება, ახირების მდგომარეობა, თუ ნამდვილად გჭირდება ეს და რას გააკეთებინებ იმას, რასაც შეიძენ, ხო? აი ეს რაღაცა წინდახედულობები უნდა გამოიჩინო სიტუაციური თვალსაზრისით. ცუდი, ასე ვთქვათ, პერიოდი ნამდვილად არ გაქვს, საკმაოდ ნაყოფიერი, საკმაოდ კარგი შენაძენის კუთხითაც, ფინანსური მოტანის კუთხითაც, სიტუაციების კუთხითაც, საკმაოდ კარგი არის. უბრალოდ მეტი ორიენტირება გჭირდება, რისთვის არის ეს ყველაფერი, რას ემსახურება, მოდი ესე რომ ვთქვათ, ხო? და რა თქმა უნდა, ნახოთ პირადი სიტუაციები. პირადი სიტუაციების კუთხით ფიზიკურად არაფერი არ იცვლება, არ ხართ ურთიერთობაში, ძირითადად აჩვენებს, რომ ისევ ხართ სტაბილურად იმ პოზიციაში, მარტოობის პოზიციაში, მოდი ესე ვთქვათ, ხართ ურთიერთობაში, რაღაცა გაურკვევლობები ან ზოგადად თუნდაც სტაბილურად იყოთ, ხართ დარჩენილი იმ სიტუაციაში, რაშიც ხართ. რაღაცა გრანდიოზული ცვლილებები ფიზიკურად არ აჩვენებს, იმიტომ რომ ზომიერების მდგომარეობით ეს არის მონაცვლეობა, თითქოს აი ტრიალებ ერთწრეზე, ტრიალებ რეალობა რო არ გეცვლება. ასე რომ ამ თვეში ძირითადად ხარ სტაბილურად ერთ ადგილზე გაჩერებულ მდგომარეობაში. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული ინფორმაციები, დამწერეთ, რამდენად რეზონირდა თქვენთან, რამდენად ახლოს იყო პირადი კონსულტაციების კუთხით, დამიკავშირდით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის.